კომუნიკატორი სატრანსპორტო საშუალებათა აქსესუარების მწარმოებელმა ფრანგულმა კომპანიამ ახალი პროდუქტი წარმოადგინა. Connected Cycle ველოსიპედის სატერფულების ალტერნატივას წარმოადგენს და GPS სისტემითაა აღჭურვილი. მომხმარებელი საკუთარ სმარტფონში შესაბამის აპლიკაციას აინსტალირებს და გაჯეტისგან ისეთ ინფორმაციას იღებს, როგორებიცაა მარშრუტის გეგმა, განვითარებული სისწრაფისა და განვლილი მანძილის მაჩვენებლები. Connected Cycles უსაფრთხოების სისტემას გააჩნია. ველოსიპედის ქურდობის შემთხვევაში მფლობელი სატელეფონო შეტყობინებებს იღებს. გაჯეტის სატერფულების ტრიალისას გამომუშავებული კინეტიკური ენერგიის ხარჯზე იმუხტება. თუ კოსმოსური სიმულატორის ჟანრის მოყვარული ხართ, კომუნიკატორი გირჩევთ 2015 წლის სიახლეს. Elite Dangerous 1984 წელს გამოშვებული თამაშის Elite-ის მეოთხე ნაწილია. სიუჟეტის მიხედვით უცხო პლანეტელთა ცივილიზაცია სამშვიდობო ხელშეკრულებას არღვევს და კაცობრიობას ომს უცხადებს. ადამიანები, რომლებიც გალაქტიკის სხვადასხვა ნაწილებში კოლონიებად ცხოვრობენ, იძულებულნი ხდებიან გაქცევით უშველონ თავს და უსაფრთხო პლანეტებზე გადასახლდნენ. თამაშის პროცესში გეიმერს შეუძლია შეიცვალოს რამდენიმე პროფილი. იყოს ვაჭარი, მეკობრე, დაქირავებული მკვლელი ან კრიმინალთან მებრძოლი. მისი მიზანი გალაქტიკაში მოგზაურობა და კოსმოსური ხომალდის გასაუმჯობესებლად საჭირო თანხის დაგროვებაა. თამაში Elite Dangerous Windows-ის ოპერაციულ სისტემებზეა გათვლილი. კომპიუტერული თამაშების საინფორმაციო რესურსმა GameSpot-მა ის თამაშები დაასახელა, რომლებიც 2015 წლის ჰიტებად მიიჩნევა და რომელთა გამოსვლასაც ყველაზე მეტად ელოდებიან გეიმერები. ერთ-ერთი ამგვარი თამაში ჰორორის ჟანრის Until Dawn-ია. მისი გამოცემა PlayStation 4-ის კონსოლებისთვის 2015 წლის ზაფხულისთვის იგეგმება. სიუჟეტის მიხედვით ტურისტული ჯგუფი სამოგზაუროდ მიდის მეგობრები მთის ძირას ერთ ქოხში შეჩერდებიან, სადაც მოჩვენებები ბინადრობენ. მახეში გაბმულები კი გადარჩენას ცდილობენ. დეველოპერების თქმით, სცენარი გეიმერის ინდივიდუალური გადაწყვეტილების შესაბამისად ვითარდება და წარმატება მის მიერ არჩეულ სტრატეგიაზეა დამოკიდებული. კომუნიკატორი